Jaco FM-ზე. სპორტსმენები, ჩემპიონები, კომენტატორები და ნებისმიერი სტაფინარი სპორტული სამყაროდან. გადაცემაში მიკროფონი. მშვიდობის თქვენ უსმენთ Jaco FM-ს ტალღაზე 96 და 3 ეთერშია გადაცემა ღია მიკროფონი და მე მის სპორტული მიმართულების წამყვანი ჟურნალისტი ნანა ჩოკორაია გახლავართ. საფეხბურთო კლუბის საბურთალოს და მადრიდის რეალის თანამშრომლობა სერიოზულ სახეს იძენს როგორც ჩანს სკოლის გენერალური დირექტორი რამდენიმე დღე იმყოფებოდა ესპანეთის დედაქალაქში თუ რა სიახლეები ამ მიმართულებით და ზოგადად როგორია საბურთალოს საომავლო გეგმები ამაზე დღეს ღია მიკროფონში ვისაუბრებ ჩემი სტუმარია საბურთალოს გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მესტუმრეთ მოგესალმებით რადიოსმენს რას უკავშირდებოდა თქვენი ვიზიტი მადრიდში იყო თუ არა კონკრეტული საკითხები ამ ვიზიტის დროს განხილული პირველი ვიზიტი რო თქვა კონკრეტულად რაღაც დეტალებზე იყო შეთანხმება არ ვიქნები მართალი მეორეც ის რომ საბურთალო პირდაპირ ხა მადრიდს რეალს ჩაემეთქი ესეც არ მინდა ხმაურენი განცხადება გავაკეთო მაგრამ ის რომ საბურთალოს აქ გეზი ევროპისკენ და ჩვენი ფეხბურთელები ყოველთვის გადიან სტაჟირებას წამყვან ევროპულ ქვეყნებში წამყვან ევროპულ კლუბებში საფეხბურთო თვალსაზრისით მოქმედებაში ეს ფაქტია და ყოველთვის იყო და ეხლა გრძელდება თორედ ეს ემსახურებოდა ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი მადრიდში მოგეხსენებათ რომ ერთი წლის წინ ჯიმი ტაბიძე იყო მადრიდის რეალის დუბლს შემადგენლობაში შინჯებზე სტაჟირებაზე რამდენიმე ხანი გაატარა მან იქ და საკმაოდ წაადგა შემდეგ უკვე აგვისტოში იყო გიორგი ჭელიძე ჩვენი მწვრთნელი რომელიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა სტაჟირებაზე მადრიდის რეალის ყველა ასაკობრივ გუნდთან, პირველ გუნდთან ჰქონდა შეხება და საოცნე პროცესებს დაესწრო და ძალიან გაიღრმავა მან ცოდნა. ამის შემდეგ უკვე იყო ჩემი ვიზიტი, მართალია ფერნანდო იერო მადრიდის რეალში უკვე არ მუშაობს, მაგრამ ვიცით რა ფიგურაც არის მსოფლიო ფეხბურთში, პირადად ესპანეთში და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა ჩვენ შევთანხმდით რაღაც საკითხებზე, შევთანხმდით იმაზე, რომ ფერნანდო იერო გააკეთებს ვიზიტს ესტუმრება საქართველოს, ესტუმრება საბურთალოს და ეს ვფიქრობ რომ არ შემოიფარგლოს მარტო საბურთალოთი და ვფიქრობ რომ ყველა იმ სკოლას, რომელსაც ინტერესი გააჩნია, რომელსაც ხედვა აქვს ევროპული ფეხბურთისკენ, ჩვენ დავეხმარებით და საშუალებას მივცემთ რომ რაღაცა შეხების წერტილები გქონდეთ მათაც. დაახლოებით როდის შეიძლება შედგეს ეს ვიზიტი თუ ალბათ ოქტომბრის ან ნოემბრის თვეში. როცა არსებობს აფრიკული ბაზარი, სამხრეთ ამერიკული ბაზარი, უკვე აზიური ბაზარი ძალიან ძნელია, რომ ესე ვთქვათ, ასიმილირება მოახდინო ევროპულ ფეხბურთთან, მით უმეტეს ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის და არც ისე გამორჩეული საფეხბურთო, ესე ვთქვათ, მიღწევებით დღეს. მაინც რა ფორმატის შეიძლება იყოს თანამშრომლობა ევროპულ კლუბებთან? მოდი, არ დავაკონკრეტებ მადრიდის რეალს. გეთანხმებით, რომ ძალიან რთულია. დრო რამდენი წელია უკვე ქართულ ფეხბურთელს ევროპაში თავი არ გამოუჩენია და ეს ინტერესი უკვე აღარ იწვევს ქართული კლუბებისადმი, ქართული ფეხბურთისადმი, რადგანაც თუ წარმატება არ ექნა ნაკრებ გუნდებს, კლუბებს, მაშინ ინტერესიც ბუნებრივია რომ არ ჩანს. და ეს შეხვედრები ჩვენი მეგობრების წყალობით ხდება და ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ეს ფანჯარა ევროპისკენ თუ შეიძლება ესე ითქვას გავჭრათ და შემდეგ კიდე სხვა გუნდებსაც, სხვა ქართულ კლუბებსაც და ბავშვთა გუნდებსაც მივცეთ ამის საშუალება. და ჩვენი კონტაქტები არ შემოისწორება კიდევ მარტო მადრიდის რეალის, იცით რომ აგენტში გადავიდა ჯიმი ტაბიძე, კუიტეში არის აკო ყაზაიშვილი და ასე შემდეგ ბევრი ქართველი ფეხბურთელი რომელსაც საბურთალოში გაიზარდა და დაფთიანდა შემდეგ ევროპისკენ გაიკვალა გზა და ზუსტად აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენ გვინდა რომ ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროპაში ჩვენი ფეხბურთელების ჩვენი გაზრდილი ფეხბურთელების საბურთალოს სხვა მისია არ გააჩნია რომ გითხრათ რომ ჩვენ ახლა ვისახავთ უკვე წელს რაღაც მაღალ მიზნებს უმაღლეს ლიგაში ეს იქნება აბსურდი რადგანაც წელს გადავედით უმაღლეს ლიგაში ეს ბავშვები არიან ფაქტურად ჩვენი გაზრდილი 90% საბურთალოს ფეხბურთელების არიან საბურთალოსში
დაფრთიანებული 96-97 წელს დაბადებული ბავშვები და ჩვენი მიზანი არის წელს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, თუ შეიძლება რომ კიდევ უფრო მაღალ ადგილებზე დავეწიოთ ეს რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე და მთავარი მიზანი ის არის რომ წელს მოხვდით ჩვენ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაში 19 წლამდელების ეს არის ყველაზე დიდი მოვლენა ჩემი აზრით, თვითონ ქართული ფეხბურთისთვის და რაც თქვენ ახსენეს წეგან, აი აქ შეგვიძლია უკვე გამოვიჩინოთ თავი, დაანახონ ამ ბიჭებმა ევროპელ სელექციონერებს, ევროპელ კლუბებს თუ რა შეუძლიათ და გააჩინონ ინტერესი ქართული ფეხბურთისადმი და ქართული ფეხბურთელებისადმი. თქვენ ლოგიკურად მიხვედით იმ საკითხამდე, რასაც ეხებოდა ჩემი მომდევნო შეკითხვა იმ ფონზე, როცა დაუშვათ გააქტიურებულია მუშაობა ევროპულ კლუბებთან, მათ წარმომადგენლებზე და გარკვეულ თანამშრომლობაზე მდის საუბარი, UEFA-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა არის ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ საბურთალო წარმოაჩინოს თავი ევროპულ ასპარეზზე. პირველი მეტოქე საბურთალოსი დანიური კლუბი მიუტლანდი იქნება 30 სექტემბერს გაიმართება პირველი შეხვედრა. უკვე მიდის თუ არა სერიოზული მზადება ამ შეხვედრისთვის? რა თქმა უნდა მიდის და დაიწყო პირველივე წუთებიდან მე ესპანეთში გადავფრენდი ნიონიდან ნიონში იყო კენჭისხრა და ეს კენჭისხრა ჩატარდა ზუსტად ისე როგორც წადება დიდი კლუბების კენჭისხრა და ნუ საბურთალოს წარმომადგენლები ჩემთან ერთად იყო ჩემი თანაშემწე სალომე კიკალიშვილი და ტექნიკური დირექტორი კაჰაკაშია ვესწრებოდით ამ კენჭისხრას ყველა კლუბის წარმომადგენელი ესწრებოდა და იყო ატმოსფერო ძალიან ამაღელვებელი, როცა საბურთალოს სახელი გაიჟღერა UEFA-ს დარბაზში, ეს ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო, რა თქმა უნდა. შემდეგ შევხვდით, როგორც კი გავარკვიეთ თუ ვინ ხვდებოდა, მქონდა სამუშაო შეხვედრა კენჭისყრის შემდეგ ვისაუბრეთ, პირველი შეხვედრა უნდა ყოფილიყო საქართველოში, მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ მქონოდა გასვლა, ანუ დანიაში გვაქვს პირველი თამაში და მეორე თამაში 21 ოქტომბერს იქნება უკვე თბილისში. თუ რომელ სტადიონზე იქნება, ამას ჩვენ შევარჩევთ და მოვიფიქრებთ, ალბათ ან ლოკომოტივზე, ან დინამო არენაზე იქნება ეს თამაში. დანარჩენი საკითხები უკვე რაც შეეხება დაზრულია, ბილეთების ორგანიზება მოგვარებულია, ანუ გჭირდება ორი გადაფრენა რომ მოხდეს ამ ქალაქში, სასიხარულოა რომ ქალაქს აქვს საერთაშორისო აეროპორტი და უკვე 3 და ასე შემდეგ დამყოლელი გადაფრენები არ მოგვიწევს. დიახ. მე იმედი მაქვს რომ განმეორებით შეხვედრაში გულშემატკივრები არ დააკლდება ამ შეხვედრაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული ფეხბურთის. აი ეს ყველაფერი ბატონ კახა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აი ეს მიმართულება ევროპული, რომელიც ნაბიჯ, მაგრამ ესე ვთქვათ, წარმატებით მიიწევს საბურთალო წინ. ეს არის თუ არა სწორი მუშაობის შედეგი? და ეს ამტკიცებს თუ არა იმას, რომ დავუშვათ ნულიდან დაწყებული საქმე საფეხბურთო საქართველოში შეიძლება წარმატებით განვითარდეს. რა თქმა უნდა, თავის ქებაში არ ჩამომერთმევა, იმიტომ რომ აქ იყო უზარმაზარი შრომა ჩემი მეგობრების, იმ ხალხის, ვინც დაიწყო საბურთალოს შენება, დღეს აგერ სპორტის და ახალგაზრდა საქმეთა მინისტრი გახლავთ ბატონ ტარიხ ჩიკაშვილი, რომელიც არის სრული და გული და შემოქმედი, ესე ვიტყოდი, საბურთალოს სკოლის, მისი მოსვლის შემდეგ საბურთალოს შეიცვალა საერთოდ აბსოლუტურად ყველაფერი, ხედვებით, დაფინანსებას და ასე შემდეგ, აქედან დაიწყო საბურთალოს წარმატება და წინსვლაც და ის, რასაც მიაღწია საბურთალომ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მაგალითია სხვა კლუბებისთვის და ყველა ქართულმა კლუბმა უნდა იფიქროს, რომ კონდეს ბავშვთა აკადემიები, როგორც აქ ეს თბილისის დინამოს, ლოკომოტივს და ასე შემდეგ და გაიზარდონ ადგილზე, რეგიონებში, ყოველთვის იყვნენ ნიჭიერები და დღესაც არიან დარწმუნებული ვარ, უნდა ხელი შეწყობა, უნდა ჩამოყალიბებული პროგრამა, რომ ეს ბავშვები ადგილზე გაიზარდონ და გახდნენ საუკეთესოები საქართველოშიც და გამოიჩინონ და საშუალება მიეცათ ევროპაში თამაშიც. ერთიც მინდა ვთქვა, რომ თქვენ საგემშობელი მბრძანდებით, არ შეიძლება რომ აი
თითოეულ მშობელს რა თქმა უნდა, როცა ბავშვი ფეხბურთზე მიყავს, ფიქრობს, რომ გამოვა ის უმაღლესი რანგის ოსტატი. ეს კარგია სპორტული თვალსაზრისით, მაგრამ რეალობა არის ისეთი, რომ რამოდენიმემაც კი რომ მიაღწიოს უმაღლეს რანგს, რასაც ქვია ევროპული ფეხბურთის განადებში თამაში, აი თაობებში საქართველოში, ესეც იქნება სასიხარულო, მე ვფიქრობ, რომ ეხლა რაოდ რიცხვებს არ ჩამოთვლი, მაგრამ თქვათ 10 ბავშვამდეც რომ ითამაშოს წლების განმავლობაში, ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება და ამის რისი თქმა მინდა, არ შეიძლება რომ ბავშვი მოწყვეტილი იყოს განათლებას და გადართული იყოს მთელი ოჯახი მხოლოდ იმაზე, რომ ეს ბავშვი უნდა გამოვიდეს ფეხბურთელი და ამ ფეხბურთიდან კონდეს რაღაც ჯერ ესეთი გაუნათლებელი ფეხბურთელიც არავის არ ჭირდება. აი ევროპაში ზუსტად ჩვენ როცა საუბრები ქონდა, ზუსტად ამაზე იყო აქცენტი გამახვილებული და ეს კითხვებიც მოდიოდა ჩვენი პარტნიორებისგან. გაუნათლებელი ისედაც რომ არ გამოვიდეს, ძალიან დიდი ალბათობაა, როგორც მოგახსენეთ, რომ არ გამოვიდეს ფეხბურთელი, მაშინ ბავშვი რჩება აბსოლუტურად ქუჩაში, იმის ეს ინგრევა ფსიქოლოგია, რასაც ჰქონდა დაშენებული, მშობელიც ეუნებოდა, ნათესავიც, რა ვიცი, მეგობარიც, რომ შენ ფეხბურთელი უნდა გამოხვიდე, ამით მე შეინახავ ოჯახს და წახვალ წინ და არ გამოდის ბოლოს ფეხბურთელი და პასუხისმგებლობის დაკისრება. ხო, რა თქმა უნდა, როცა ეს ერთი და მეორე კიდე განათლებას აუცილებლად უნდა მივხედოთ. ჩვენი მწვრთნელებს აქვს დავალება, რომ აუცილებლად მოითხოვონ ბავშვების ნიშნები, მოთხოვონ მათ როგორი მოსწრება აქვს სკოლაში და როგორი განათლება აქვს და იმის მიხედვით შეიძლება უკვე რადგანაც ავტორიტეტები არიან, მე ვიცი ჩემი თავიდან გამოცდილი, ყველაზე დიდი ავტორიტეტი ჩემი მწვრთნელი იყო ბავშვობაში და ავტორიტეტები არიან ისინი ბავშვებისთვის და უნდა მოთხოვონ მწვრთნელებმა, რომ აუცილებლად იყოს საუკეთესო მოსწრება სკოლაში, ისე ფეხბურთელით და ცხოვრებაში არავის არ უნდა თუ განათლება არ ექნება ბავშვს. აი ეს მოსაზრება ხომ არ გაფიქრებინებთ საბურთალოს მენეჯმენტს ხო არ უბიძგებს იმისკენ რომ სკოლასთან საფეხბურთო სკოლასთან ადაპტირებული საჯარო სკოლაც არსებობდეს, ესე ვთქვათ. ბევრი ნაკლი გვაქვს. ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ რომ საბურთალოს წარმატებები აქვს და მართლაც არის ეს წარმატებები, მაგრამ ბევრი რამე გამოსასწორებელი და გასაკეთებელია და ეს იდეაც კარგია, მაგრამ ამას სჭირდება ფინანსები. ეხლა ჩვენ ფინანსებზე რო ვილაპარაკოთ და ვიწოწუნოთ, იცით რა მდგომარეობა ზოგადად საერთოდ ქვეყანაში არ ულხინს ქვეყანას და ძალიან რთულია ეხლა ეს რაღაც პირობები მოახვიოთ თავს, მაგრამ ეს კარგი აზრია, კარგი იდეაა, ჩვენ გვაქვს ეს ჩაფიქრებული და მომავალში თუ განხორციელდება ძალიან სასიამოვნო იქნება, მაგრამ ამას სჭირდება, რასაც არაერთხელ გვისაუბრია და უკვე ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, იცით რომ ქონების გადასახადი თბილისში და თბილისის შემდეგ მიბაძეს სპორტის მინისტრის ინიციატივით შემცირდა 1000-ჯერ და ეხლა სხვა ინიციატივები თუ მოყვება ამას, თუ ბიზნესმენებს ინტერესი ექნებათ, რომ ზოგადად სპორტში, ფეხბურთში ჩაიდოს თანხები და მათ ექნებათ შეღავათები, ამის შემდეგ შეიძლება უკვე ეს მიებას, იმიტომ რომ ევროპული თვალსაზრისით რო გითხრათ, ხო, ჩვენა ვართ, აი ძალიან უკანა ვართ. რასაც მე ვნახულობ ამ შეხვედრებისას, იმათი ბაზა, იმათი ინფრასტრუქტურა, იმათი როგორ ყვება აქვს თუ საექიმო ბიზნესმზადება, ეს ყველაფერი რაც ფეხბურთისგან შედგება, ეს გარედან ხედავთ ჩვენ მარტო მივდივარ სტადიონზე, ხედავთ რომ ფეხბურთელი თამაშობს, წააგო გოლი გაუშვა და ამას უკან რაზდევს, ხო, რამდენი რამე ჭირდება, რომ აქამდე მივიდეს, რომ იქ ევროპულ ფეხბურთთან იყოს ინტეგრირებული და გაუწიოს კონკურენცია წამყვან ევროპულ კლუბებს, ამას სჭირდება ნაბიჯ შენება ყველაფერს და ამიტომ ვიძახი რომ ამას უნდა კიდე საკანონმდებლო ბაზა და ძალიან დიდი ინტერესი რომ გაჩნდეს ბიზნესმენების მხრიდან. ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე კარგი მენეჯერების მოყვანას და იმ მენეჯერებმა კიდე უნდა აწყონ კლუბები და იქნება ყველასთვის სასიამოვნო და გარემო იქნება ბავშვთა ფეხბურთშიც, საქართველოს ჩემპიონატშიც და რა თქმა უნდა მე ეს ყველაფერი შექმნის იმის პირობას რომ ნაკრები გუნდები ყავდეს წარმატებული. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, მე პირველად მეძლევა საშუალება რომ მოგილოცოთ პირადად დაწინაურება უმაღლეს ლიგაში. ძალიან თავდაბალია ხოლმე თქვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი და ხმამაღალ განცხადებებს ისევე როგორც თქვენ და ზოგადად საბურთალოს წარმომადგენლები ერიდება. პრინციპში ცუდი სტარტი საბურთალოს დებიუტანტის სკვალობაზე არა აქვს, 2 მოგება, 6 ქულა. საკმაოდ მისაღები სტარტია. ანუ თავარი მწვრთნელისადმი მოთხოვნა არის მხოლოდ ადგილის შენარჩუნება ამ ეტაპზე.
არა, ჩვენ გვაქვს კიდევ მეორებ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაში მინიმუმ 2 ეტაპი უნდა გადავვლახოთ. ეს მიზანი გვაქვს, იმიტომ რომ არ შეიძლება დაიწყოს საფეხბურთო სეზონი და მწნელს და კერძოდ კლუბს და კოლექტივს არ განესაზღვროს რა შედეგი უნდა პროგრამა მინიმუმ მაქსიმუმი. რა უნდა ქონდეს შედეგი და იმის შემდეგ უკვე წლის ბოლოს უკვე დგება საკითხი რომ წარმატებული იყო ესადო ეს მენეჯერი თუ მწნელი და ასე შემდეგ და ეს ფეხბურთელი თუ გუნდი საერთოდ და ჩვენი მიზანი ამ წელს არის შევიდეთ ათეულში, მე ესე ვიტყოდი და საქართველოს ჩემპიონატში და გავიაროთ 2 ეტაპი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ რაც კიდე წინ წავიდეთ, ეს მინიმუმს ვიძახი და იმედია რომ ჩვენი ბიჭები ისე არიან შემართები და მონდომებული, მოსამზადებელი ბაზისიც აქვს მათ, ნახოთ UEFA-ზე კიდევ ვიმეორებ ჩვენთვის თავარი არის UEFA-ზე წარმოჩინდეს, რადგანაც ეს ჩვენი კლუბი, ეს ახალგაზრდები წარმოჩინდნენ UEFA-ზე ევროპაში, რადგანაც ეს მე ბიზნეს მიცემს კიდევ ვიმეორებ რომ დაინტერესდნენ ქართველი ახალგაზრდებით წამყვანი ევროპული კლუბები და სელექციონერები. ეს იქნება რაღაც მარტო საბურთალოსთვის გაკეთებული საქმე კი არ იქნება, ქართული ფეხბურთისთვის გაკეთებული საქმე. ამიტომაც ვანიჭებთ უფრო დიდ მნიშვნელობას UEFA-ზე წარმატებულად ასპარეზობას. ბატონო კახა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მე წარმატებები მინდა გისურვოთ. წარმატებები თქვენს მენეჯმენტს და წარმატებები საბურთალოს. როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ასევე ევროასპარეზზე. მე პირადად ძალიან მახარებს ესეთი ახალგაზრდა კლუბების წინსვლა, ესე ვთქვათ, გულშემატკივარი ვარ თქვენი კლუბის, თქვენი მთავარი მწვრთნელის და არ ვიცი, ყველაფერი კარგი მოკლედ საბურთალოს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და გისურვებთ წარმატებებს. მადლობა.